გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და უმთავრესი პრობლემა, რომელიც კაცობრიობას გააჩნია, ადამიანებს არ უყვართ ჭეშმარიტება. ადამიანებმა მოიძულეს ჭეშმარიტება, შეიყვარეს სიცრუე, შეიყვარეს ბოროტება, ადამიანის ბუნება დაცემულია და შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არ ინანიებს ამ მდგომარეობას, ვერ დაინახავს საკუთარ თავს, იწყება რეგრესი, დეგრადაცია ადამიანის და ეს სულ უფრო და უფრო ვრცელდება, ვითარდება და დღეს უკვე ხედავთ, რომ საკმაოდ სავალალო შედეგამდე მივიდა. ანუ დემონიზმი ფაქტობრივად დომინირებს დიდ წილად ასეთ საზოგადოებაში. ამის ნათელი მაგალითია ის ეიფშტეინის ფაილები, ეგრეთ წოდებული, რომელიც გავრცელდა. ჩვენ ხედავთ, რომ ბოროტების რაღაც ახალ ეტაპზე გადავედით, ხო? ადამიანები განსაკუთრებულად შეცვალა დამოკიდებულება ზოგადად ბოროტებისადმი, როგორ წარადგინოს ეს ბოროტება. და ჩვენ ხედავთ ამ კონცეფციას, რაღაც ახალ კონცეფციას, სადაც ეს სირცხვილი საერთოდ არ არსებობს, უბრალოდ როგორც დანაშაული კი არ არის ეს წარმოდგენილი, არამედ რაღაცა ზე ბრწყალებში სულიერი მოვლენა, რომელიც ანთავისუფლებს ადამიანს, როგორც ერთ-ერთი გზა ცხოვრებისა, სწორედ ასე წარმოგვიდგინეს ამ ადამიანებმა, ამ გარკვეულ ადამიანებმა, რომლებიც ფაქტობრივად ბრალდებულნი არიან უმძიმეს დანაშაულებში, კაცობრიობის წინაშე, ადამიანების წინაშე, კაცის ყვლაში, ადამიანების ჭამას, აი კაცობრიობას რო არ გაუგონია, მოკლედ მსგავსი დანაშაული, პედოფილია, რა ვიცი, ნებისმიერი რამე, რაც კი გაგვიგონია, ეხლა უკვე გააშკარავდა ეს 3 მილიონი ნახევარი ფაილები, სურათები და ასე შემდეგ. და ყველა კითხულობს, ვინა ეს ადამიანები, რაღაც აინტერესებს ინტრიგა, მაგრამ ალბათ თავარი კითხვა ის არის, რომ აი რატო გააკეთა ამ ადამიანებმა ეს, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ეხლა ეს გავლენიანი პიროვნებები, ზოგი სამეფო წრიდან არიან, ზოგი ყოფილი პრეზიდენტები, მსახიობები, ბიზნესმენები, მილიარდერები, ნობელის პრემიის ლაურეატები, რა ვიცი, ვინ ჩამოთვალოთ, უამრავი ადამიანია. და თავარი კითხვა არის, აი რატო აკეთებს ეს ადამიანი ამას, ხო? მათ ხომ ჩვენივად იციან, რომ ამას შეიძლება შედეგი მოყვეს, ხო? უამრავი შემთხვევა ვიცით ჩვენ, როდესაც მასად მსგავსი ფაილები ან სურათები ან ვიდეო ჩანაწერი გამოაშკარავდა და ამას მოყვა გარკვეული სასჯელი. ამათ ყავთ ადვოკატები, კონსულტანტები, რა ვიცი, უშიშროების წარმომადგენლები, ყველანაირი რესურსი აქვთ ამ ადამიანებს, რომელიც დაიმალოს. მაგრამ რატომღაც ეს არ ხდება? გასაგებია, რომ ზოგიერთი სტანდარტული განმარტება ის არის, მაგალითად, რომ ამ ადამიანებს ყველაფერი აქვთ, არაფრის არ ეშინიათ, დაუჟელობის სინდრომიც არის, კი ბატონო, ეგეც კი, მაგრამ ეს არის მდგომარეობა. ხო, ეს მდგომარეობა არ პასუხობს მთავარ კითხვას, ხო, რატომ? აი მიზანი რა იყო? რა გამოარჩევდა ამ ადამიანებს და ამ ქცევაში რა არის ის განსაკუთრებული და ეს რო ჩაიდინეს, ხო? ფაქტია, რომ გულის სიღრმეში ან რაღაც ამ საღი აზრის, ბრჭყალებში საღი აზრის ფარგლებში მათ შესაძლოა ალბათობაც კი დაეშვათ აუცილებლად, რომ ეს შესაძლოა ამის გამო დასჯილიყვნენ, მაგრამ აქ სხვა რამეა. ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც იღებენ სურათს, ვიდეოს დანაშაულის დროს და არ მალავენ, მათ არ ცხვენიათ, ანუ აქ არ არის დანაშაულის შეგრძნება, აქ სუსტად რაღაცა საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს ჩვენ საქმე. რა მამები ამბობენ, რომ აი დემონი არის აი მაიმუნი ღვთისა, ყველაფერს აკეთებს საპირისპიროდ. საპირისპირო რელიგია, ფაქტობრივად ეს დემონური რელიგია, რომელსაც თავისი ბრჭყალებში სათნოებებიც აქვს, სიკეთეები, ადამიანები, წმინდანები ბრჭყალებში, ეს ყველაფერი აქვთ ამათ, ხო? ეს ვითარდება და იქ გარკვეული იერარქია სულიერი ბრჭყალებში ამ მიმართულებით. სწორედ ამასთან ხო არა გვაქვს საქმე და კარგად რომ ჩაუგვირდეთ, ხო, რომ ხედავთ და რომ უყურებთ ჩვენ ამ ადამიანებს, ხო, რატომ გააკეთენ ეს, ხო, ჩვენ ხედავთ, რომ აი წარმოუდგენელ
მდგომარეობაში არიან. ჩვენ ხედავთ, რომ ეს ადამიანები რაღაც განსაკუთრებულს თითქოს ეძებენ, რაღაც განსაკუთრებული ეტაპი დადგა ამ ადამიანის ცხოვრებაში. ისინი ვეღარ კმაყოფილდებიან, იმიტომ რომ ყველა სიამოვნება, რაც კი შეიძლება მიღებული ქონდეთ, უკვე მიღებული აქვს, ხო, ბოროტის ფსიქოლოგია რა არის, ყველაფერი მიღებული აქვს, მაგრამ დიდწილად რამე სიურპრიზიც აღარ ელოდებათ, იმიტომ რომ თემ სოფლიოში რა ხდება, ისიც კი იციან, ხო, შესაძლოა ომი როდის იწყება, მშვიდობა როდის იქნება, როგორ განვითარდება კრიზისები და ასე შემდეგ. ეს ინფორმაციაც კი გქონდეთ, ანუ რაღაც წინასწარი, რაღაც სიამოვნება, რაღაც ინტრიგა, არაფერი არ აქვს ამ ადამიანს, იმიტომ რომ ყველაფერი გამოცდილი აქვს, რა შეიძლება ასე ითქვას, ყველაფერი იციან და ზუსტად აქ შემოდის ეს ეიფშტეინი, თავისი კონძულით, ასე რომ ვთქვათ, ეს არ არის უბრალოდ სუტინიორი, აქ არის ადამიანი, რომელიც სექს კი არ თავაზობს, კი არ მოყავს ესენი პარტნიორები და ბავშვები ამ ადამიანებისთვის. ის თავაზობს თითქოს გასულიერებას ამ ცოდვის. აი ეს არის მთავარი ამბავი, ხო? აქ ჩართულია გარკვეული ფილოსოფია, მწერლები, მათ აქვთ გარკვეული თეორია ამ სულიერების ბრჭყალებში განვითარების, ამ დემონური სულისკვეთების განვითარების და ამ კუთხით რო დაუკვირდით, ხო? ისინი არამცდ უთვლიან თავს სადღაც ფსკერზე, აი ბოროტების ფსკერზე. პირიქით, ისინი გარკვეულწილად რაღაც აღმავლობას გრძნობენ. ისინი თითქოს ამ სურათის გადაღებით თითქოს ადასტურებენ, რომ დიახ, მე ამ სისტემის, ამის მონაწილე ვარ. გამიგეთ? ამის თანაზიარი ვარ სრულიად და ადასტურებენ ამ ფაქტს. და ადასტურებენ ყოველგვარი სიცხვის და კეჯნის გარეშე, სინდისის კეჯნის გარეშე. ეს პირიქით მათთვის გარკვეული აღმავლობაა, აი თითქოს ასევე მაიმუნის ვარიანტი, რო ვთქვათ, საპირისპირო, აი ისინი მცირე სამსხსოა ამ ბოროტებაში, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ეთაყვანებიან, რომელიც ისეთ შეგრძნებებში შედიან, რომელიც მანამდე სხვა ადამიანებს არ განუცდია. ისინი თვლიან, რომ აი აღმატებულნი არიან, ყველაფერზე აღმატებულნი არიან, მათ შორის ამ კაცობრიობაში რაც არის, ყველა კანონზე აღმატებულნი არიან, თავისუფალნი არიან, გესმით? ბრჭყალებში ეს ყველაფერი და ეს განცდა იმდენად დიდია ამ ადამიანებისთვის, იმდენად ფართოდ მოიცვა, რომ აი მისაბაძი გახდა ბევრისთვის და ეს გაიმეორეს, ჩაერთენ ამ სისტემაში, ხო? ამათვის ეს გარყვნილება, ეს სათნოებაა. ისინი როდესაც ჩადიან ამას, ხო, შემდეგ ეტაპზე გადადიან თითქოს. გესმით? ამათ თითქოს აი საერთოდ დაიკარგა ეს ზღვარი, იმიტომ რომ მათ დასანგრევია ეს ტაბუ, ხო? ისინი ამბობენ, რომ ჩვენ სხვა საზოგადოება, აი ბაერონი სხვა იყო, გესმით? თქვენ ის ცხოვრება სხვანაირად მიდიოდა, ჩვენ კიდე სხვანაირად. ანუ ჩვენ სრულ ბოიკოტს უცხადეთ ამ კაცობრიობას, ამას. მაგრამ ეს არის მეორე გზა, ანუ ესე თვლიან ისინი, მაგრამ თეორიების მიხედვითაა, ესე რომ ვთქვათ, გარკვეული რელიგიური მიმართულებაა ბრჭყალებში. ისინი თვლიან, რომ აი ადამიანები მაგალითად ადარებენ თავს, ბერები თუ კი ებრძვის ბერი, თქვათ, თავის ვნებებს, ებრძვის ხორცის და სურს ხორცის დასუსტება იმისათვის, რომ სულიერად გაძლიერდეს. ესენი თვლიან, რომ ესენი ხრწნიან ამ ხორცს, მაგრამ სულის თავისუფლებისთვის იგივე საქმეს აკეთებენ, ხო? ჩვენ ადრეც თქვით და ეს თითქოს ეს თეორია ნაცნობია ჩვენთვის. ისინი ამბობენ, რომ ანუ თისკენ აღმავალი ორი გზა არსებობს, ხო? ერთი არის ესენი სათნოება, რომელიც ამათ მაერჩის, მაგრამ ეს უფრო ღარიბთა ის არის, რა ქვია, გზაო, ესე თვლიან. მაგრამ ჩვენი გზაზე აღმავალი სხვა გზიდან მიდის იგივე მთაზე, მაგრამ ეს არის უფრო განსხვავებული, ხო? დიახ, აქ არის გახსნა, მაგრამ მთავარი მიზანი თითქოს ერთი და იგივეა, ხო? აი ამ დონემდე დაყავთ, ამ რელიგიის დონემდე, ამ ჩვენი კუთხით დაცემამდე მიდის, უაღრესად დაცემამდე, წარმოუდგენელ დაცემამდე მიდის კაცობრიობა, მაგრამ ამ ადამიანების თვალში ეს არაფერს არ წარმოადგენს. გესმით, ეს ბავშვების ჭამა, სისხლი, წარმოუდგენელია ეს კანიბალიზმი, ეს ყველაფერი, აი უბრალოდ ვერ წარმოიდგენს და მთავარი რა არის მე? ანუ ამას გთავაზობენ ესენი
იქ ზოგიერთი ადამიანები ვიღაც შეიძლება შეგეწინააღმდეგო, ხო ისჯება, მაგრამ ის უფრო დასანახად რაღაც რამოდენიმე ადამიანი, მაგრამ ფართო მასებისთვის ეს ხალხი ისევ რჩება. გამიგეთ? ამათმა ეს დემონსტრირება თითქოს გაშალეს, დაანახეს მსოფლიოს, რომ ახალი ზღვარია უკვე. აღარ არის ზღვარი, რომელიც ადრე იყო, ეს ზღვარი უკვე განადგურდა. ეხლა არის ახალი ზღვარი და ამ ზღვარს თვითონ ქმნიან, ხო? ამას აღარ აქვს უკვე ამ სიკეთეს თქვენ ზნეობას და ასე შემდეგ, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, უკვე ჩვენ ახალ სისტემაში ვარ და რა ხდება საზოგადოებაში, ხო? თითქოს შეშფოთდა, მაგრამ მანდ-ამაინც არ შეშფოთდა უდიდესი ბოროტება ბოლო პერიოდის, რომელიც კაცობრიობამ იხილა და რომელიც დადასტურდა და ფაქტებით არის დადასტურებული, თითქოს არაფერი არ ხდება, უფრო მეტიც. ნახეთ კადრები, სადაც ზოგიერთი ადამიანი აღშფოთდა და ეს გამოხატა, გამიგეთ, ემოციურად და რა მოხდა, ნეგატიურად იყო განხილული ეს ადამიანი, რომელიც შეშფოთდა, გესმით, ადამიანების კლასზე შეშფოთდა, ჭამაზე, ადამიანის ამაზე შეშფოთდა და ვერ დამალა თურმე ემოცია, თურმე ვერ გამოხატა ისე როგორც სიამოვნებოდა მაგალითად ლიბერალს, ჰუმანისტს ან ვიღაცა სხვას, გესმით, როგორ შეიძლება ესე აღმოჩნდა და ზუსტად მახსენდება ის სიტყვები, ხო? შეიშალა სამყარო, ხო? ბოროტს დაარქვეს სიკეთეს, კეთილს კიდე დაარქვეს ბოროტი, იმიტომ რომ გამოაჩინეს, ეს აქამდეც კი მივიდნენ, გესმით? ანუ ბოროტების იმხელას ზღვარია გადალახული, იმხელა ნაბიჯია გადადგმული სხვა მიმართულებით, აბსოლუტურად სხვა კონცეფციით, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია გონებისთვის და საზოგადოებამ ეს მიიღო ფაქტიურად, ხო? კიდევ ერთი ტესტი შედგა საზოგადოებაში. ეს ტესტი რა არის? მიიღებს თუ არა საზოგადოება ამ ბოროტებას ნორმალურად, რა რეაქცია იქნება, რა პროცენტული რეაქცია, რომელ ქვეყანაში იქნება ეს რეაქცია, ხო? ეხლა ზოგიერთი ჩვენთან მაგალითად სოციალურ ქსელში რამოდენიმე პოსტი შეიძლება შეხვდეს და ასე შემდეგ, მაგრამ მასშტაბურ დონეზე ჩვენ ვერ დავინახეთ რაღაცა ისეთი შეშფოთება, ასეთი უდიდესი ბოროტებისათვის. რატომ? რაღაც და იმიტომ რომ ესენი ხთიან საზოგადოებასაც თავის თანაზიარს ამ ბოროტების. გესმით? და ამაში კიდევ უფრო დიდი ბოროტებაა. დემონიზმი სწორედ ამაშია, რომ ადამიანებს უკვე უკიდურეს ბოროტებაზე, რომელიც ჩვენს ირგვლივ მოხდა, შედგა, ამას ხვდება ადამიანი აბსოლუტურად თავისუფლად. გესმით? ყოველგვარი პრობლემის გარეშე და ეს არის ამ დემონიზმის ყველაზე საშინელება, რომელიც კი მოხდა. მაგრამ ამით არ დასრულებულა, ხო? ჩვენ იგივე პერიოდში თითქოს ეკლესიაშიც ამ შემთხვევაში მინდა გავიხსენო ეს ცნობილი ფაქტი, რომელიც მოხდა ეს სულ რამოდენიმე კვირის წინ კონსტანტინოპოლის წარმომადგენელი ამერიკაში ელპიდეფორე, რომელმაც ჩაატარა საერთო სახურება, ასე რომ ვთქვათ, ღვთისმსახურება ბჭყალებში, სადაც მოიწვია სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მოხდა, ანუ ადრე რაც არ მომხდარა, ამ შემთხვევაში უკვე ის ქალი სასულიერო პირი, ბჭყალებში სასულიერო პირი, რომელსაც აშკარად აქვს განცხადებული, რომ ის არის ჰომოსექსუალი. წარმოგიდგენიათ, ხო? ანუ ის კი არ მალავს ან რაღაც დამალვასთან არაფერსთან არ გვაქვს კავშირი. გასაგებია, რომ ის ჩვენ ცოდვები, ეს ლოცვითი კანონის დარღვევა და ასე შემდეგ, ეს მანამდეც კი გაუმჟღავნებიათ ამ ადამიანებს, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო სიმძიმეში შევედით, ხო? უკიდურეს სიმძიმეში მეტი რა უნდა გააკეთო, ანუ სიწმინდე ფაქტობრივად დაკარგეს, თითქოს საერთოდ დაკარგა ამ ადამიანმა შიში და თითქოს სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდეს. მე რომ მკითხო, ერთი და იგივეა ამ შემთხვევაში. ერთი და იგივეს თაყვანისცემაა, სხვას ვერაფერს ვერ დაარქვი, იმიტომ როგორ შეიძლება ეს ბოროტება აიყვანო ასეთ და ამ სიმაღლეზე და ამას დაარქვა სიკეთე. სრული მაიმუნობა, სრული საპირისპიროა იმისა, რაც უნდა მოხდეს სინამდვილეში ეკლესიაში. ამიტომ ეს ბოროტების ეს ახალი ტალღა, ახალი ზღვარი, რომელიც გაიშალა თითქოს ამ წლით დაწყებით, ხო? ეს გადმოვიდა ჩვენ დავინახეთ უკვე ფაქტობრივად ეკლესიაშიც, ხო? და რა მოხდა ისევ თუ აქ საერო პირებშიც ამ ბოროტების მიმართ მანდ-ამაინც რეაქცია არ იყო, ისევე იგივე ხდება დაახლოებით საეკლესიო წრეებში, ხო? არსად არ ვხედავ ჩვენ ხმამაღალ საუბარს ამ თემებზე, რამოდენიმე პოსტებია, გასაგებია, კეთილსინდისიერი ადამიანები ამბობენ, რომ ეს მოხდა, დაიგმო, მაგრამ არაფერი ისეთ სერიოზული მასშტაბური
ამ მსგავსობის გამო, რომელიც ახლა მოხდა, ხო? შემდეგი ეტაპია, შემდეგი ტალღაა, ხო? გაცხადებს თქვათ პრეზიდენტი ტრამპი, რომ იქ 17 მაისი იქნება ლოცვის დღე საყოველთაოდ მართლმადიდებლებს უხარია. გაუგებარია მართლმადიდებლებს, რატო უხარო, ვისთან ერთად ლოცულობ, ხო? ვისთან ერთად უნდა ილოცო, რატო არის ეს საერთო ლოცვა შენთვის კარგი, ხო? განა არ იცის სახარებით როგორ არის, რა? როგორ შეიძლება წარმართებთან ერთად ლოცვა, განა არ ვიცით, რომ მერტი წარმართანი ეშმაკარიან, ხო? ანუ ვის წინაშე ლოცულობ, აღარაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა, ხო? ვისთან გახარ, რას გულისხმობ, სად წავიდა ის კეთილგონიერება, რომ სიფრთხილე მართლმადიდებლობაში რო იყო, ხო? ესეც ფაქტიურად გამოჩნდა ისევ, ხო? ანუ ეს სიფრთხილე სულიერი თვალსაზრისით არა მხოლოდ ერში, არამედ ბერშიც რო იტყვიან, რო ეკლესიაშიც ეს სიფრთხილე დაკარგულია, ეს შეჩვევა ცოდვისადმი, შეჩვევა ყოველგვარი კანონის დარღვევისადმი იმდენად მაღალ დონეზე ავიდა, რომ უკვე მასშტაბების დათვლაც კი შეუძლებელია, ხო? და აი ამაში ცხოვრობს სწორედაც, რომ ეს ეპიდოფერეს ჩვენ სიტყვები გვახსენდება, ის ამბობდა ზუსტად ამას პერენიალიზმის ქადაგებას, პერენიალიზმის განხილვა რო გქონდა ჩვენ, ის ამბობს, რომ ეს თისკენ მიმავალი ორი გზა შეიძლება იყოს, სამი გზა შეიძლება იყოს, ანუ მრავალი ჭეშმარიტება შეიძლება იყოს, ხო? ეს ბოროტებაც მაგას იყენებს, ნახეთ, ეს დემონური ძალები მაგას იყენებს, რომ ჩვენ მთაზე ავდივართ და ერთი და იგივე მიზანი ანუ ჩვენ თავისუფლდებით, ხო? გესმით, ეს თავისუფლდები უმაღლესი სათნოებაა ეს ერთგვარი რაღაცა დემონური თავისუფლება, რომელზედაც ისინი საუბრობენ და არაფრით არ განსხვავდება ესეთი სასულიერო პირი ბრჭყალებში იმ ადამიანებისგან, რომლებიც იმ კუნძულზე დადიან რაღაც საკეთებ და არ არის გამორიცხული ესენი კიდევ იყო რაღაცაში ჩართულიც, ხო? ამიტომ ჩვენ აი აქამდე მივედით, ხო? ბოლოს რო დავამთავრო ახლა მინდა აი მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის სიტყვებით პერიფრაზი გავაკეთოთ, ხო? აი ადამიანი იმსახურებს მხოლოდ ჯოჯოხეთს, ამბობს ის. თუ ის ღვთის განგებით არ იმსახურებს სამოთხეს, ხო? აი ეს არის ალბათ ჩემი სათქმელი და დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის. ღმერთს ვებარებოდეთ და მომავალ შეხვედრამდე.